მოგესალმებით ძირფასო მეგობრებო, მე გახლავთ ლოგჟანიძე და მე დღეს ამ ვიდეოთი დაგიორუნდით Unite Roleplay-ის შესახებ ინფორმაცია, მცირე ინფორმაცია და launcher-ის დაყენების ინსტრუქცია იქნება. ამ ვიდეოში მთლიანად და გთხოვთ რომ გადაახვედროთ ეს წამი და უყურეთ ბოლომდე ვიდეოს, რომ დამატებით კითხვები არ გაჩნდეს, თუმცა თუ კითხვები დაისმება კომენტარებში აუცილებლად გავცემ პასუხს. მოკლედ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. დღეს 9 ივლისს გელოდებით გახსნაზე, საღამოს იქნება გახსნა და ოფიციალური გახსნა გელოდებათ, მოკლედ, ისე ვთქვათ. აქ გვაქვს მოკლედ დავიწყოთ ახლა გაკვეთილი, ესე ვთქვათ და უცბად გეტყვით ყველაფერს. ეს არის საიტის ლინკი იქნება აუცილებლად ვიდეოს აღწერაში. ესეთი ლამაზი საიტი გვაქვს. აქ ესეთი რაღაცეები, აქ Discord-იც არის, ყველაფერი არის. ქვემოთ ყველაფერს ნახავთ, ამ ვიდეოს ლინკს დავტოვებ, ეს იქნება IP და პორტი, ყველაფერი იქნება ვიდეოს აღწერაში, მოკლედ და ეხლა რაც შეეხება უშუალოდ launcher-ის ჩაწერას, როგორ უნდა ჩაიწეროთ launcher-ი. აქ ალბათ დაინახავდით, აწერია launcher და playmaker-ის ისა ლოგო, დავაჭერთ აი ამას ზუსტად და გადაგვიყვანს აი ესეთ folder ფაილში, ანუ ფაილის გადმოსაწერად, launcher-ზე საყენებლად, ჩავიწერთ ამას, დავაწყებიებთ, ესე უცბად ჩაიწერს, ახლა დავოლდოთ. ესე ჩემი მალე ჩაიწერს. თქვენი არ ვიცი ინტერნეტს გააჩნიეთ, თუ კარგი ინტერნეტი გაქვთ, იმ წამსვე ჩაიწერს. ახლა დავალოდოთ უცბად, ჩაიწეროს და აყენოთ მე launcher-ი. 3 2 1 ეგ არის. დაყენდა. Okay. Okay, ვისაც ამას დაგიწერს Windows ვირუს ვატაშიანი გამორთეთ მოკლედ და მაქედან ჩვეულები შეძლებთ რომ ესე გააკეთოთ. აქ დააჭერთ სამწეთოს keeps დააჭერთ მერე ესე და ესე რომ იზამთ keep anyway ესე იზამთ და ჩვეულები დაენდება აქ თუ არა და virus protection-საც გათიშავთ, რომელიც აი აქ არის, აი განახებთ virus threat protection ესე დააჭერთ, გადახვალთ manage settings დააჭერთ აქ და აი მეებს გათიშეთ. მე ხა ისე მაქვს, მაგრამ ესეც გათიშეთ თქვენ. მაინც რომ რამე პრობლემა არ შეექმნით. მოკლედ როდესაც გადმოიწერს ამას ესე ვიზამთ, აი ესე ლამაზი ლოგო გამოჩნდება, რომელსაც გავხსნით ახლა. გაგვიხსნის აი ესეთ რამეს და ვისთანაც დავაწერს, დავაჭერთ more infos, ჩვეულებრივ და run anyways დავაწერთ, არ ნერ პრობლემა არ იქნება. ვერიფიკაციისთვის არის საჭირო. დავაჭერთ აქ yes. აქ სადაც გვინდა, ანუ რომელ პაპკაშიც გვინდა რომ დაინსტალდეთ ჩვენი GTA, იმას მოვნიშნოთ, მე ამ შემთხვევაში მინდა C disk-ზე. ნებისმიერ ფოლდერს აირჩევთ და ინსტალირებთ ჩვეულებრივ. ამასაც აიღებთ, რომ აქ დესკტოპზე იყოს ლოგო გამოყვეთილი და გაგიმარტივოთ საქმეს მოკლედ ძალიან. აი ამასაც დავალოთ, ეხლა უცბად ჩაიწერს. ეგ და გაიხსნება პირდაპირ launcher-ი. ცოტა დავალოდებით ჩატვირთვას. ესეთი ლამაზი launcher-ი ლოგო აქვს Unite Roleplay-ის. ესე ლამაზად გაიხსნება ყველაფერი. ეხლა აქ როგორც ისე აღარ გატან. ესეთი რაღაც ამოვარდება მოკლედ აქ და რა ხდება ახლა პირველ რიგში. ესეთი ლამაზ რაღაც თქვენ გადავლეთავს და პირველ რიგში უნდა ჩავწეროთ აქ ჩვენი სახელი, როგორც აქ მეწერია ზუსტად და უნდა ჩავიწეროთ თამაში. თამაში ჩაწერეთ, დავაჭერთ აი აქ ერთხელ და დაიწყებს გადმოწერას. всё, მეტი არაფერი არ უნდა ამ ყველაფერს, ეხლა დავალოდეთ როდის ჩაიწერს და დანარჩენს გავაგზავნებთ ვიდეოში. ეგაა მოკლედ მეგობრებო, დაასრულდა ინსტალაცია, ესე დაეწერება ჩვეულებრივ და მეტი რაღა დაგვრჩენია, უნდა დავაჭიროთ თამაშის შესვლას. დავალოდოთ, ჩაიტვირთოს თამაში. არხი გამოიწერეთ აუცილებლად. მოკლედ ეხლა ერთი რაღაც უნდა გასწავლოთ. როდესაც აჭერთ ესე და ანუ არ ერთვება თამაში, რა უნდა გააკეთოთ? შედიხართ display-ში ჩვეულებრივ. გადადიხართ დოკუმენტებში, გადადიხართ მესამე ფაილში GTA San Andreas user file-ში და შლით აი ამას. GTA asset. всё. და ეხლა ჩაერთება ჩვეულებრივ GTA. დავალოდეთ. ეგ არის. ჩაიტვირთოთ ჩვენი თამაში. ესეთი ლამაზი რაღაცეები გვემოტმარდნით ქართულ სამეფოებში და ისე აღარ თქვენ სურვილებზე კი ბატონო. ძალიან კარგი. ესე დაველოდებით, ჩაიტვირთება თამაში, ჩვეულებრივ. ჩაიტვირთება თამაშიც კიდევაც, ოპა. რაც კარგი რაღაცეების სული მცემს. მოკლედ ეგ არის რა, როდესაც შეევალთ ჩვეულებრივ თამაში, და
ყველაფერი დაყენდებათ თავისით, ყველანაირი აქსესუარი, სკინი, ყველაფერი დაგიყენდებათ. ეს არის ამ launcher-ს დაყენების ინსტრუქცია და ვიდეო გაკვეთილი და ლაიქეთ აუცილებლად ეს ვიდეო და გამოიწერეთ აუცილებლად ჩემი არხი. და შემოდით Unity RP-ზე და გამოიყენეთ ჩემი პრომო კოდი. მოკლედ, წავედი ხა და წარმატებებს გესურვებთ ყველას.